ჩვენ ერთადერთი ნიშა ჩვენი არის რადიკალიზაცია. საზოგადოება. მოახდინოს რადიკალიზაცია. ესტაძე არის ის, რაც უნდა იყოს ათი პროპაგანდა სულ. ცნობილ ადამიანებო, ფეხბურთელებო, ცნობილ სპორტსმენებო, წერლებო, სამი სიტყვის დაწერას გთხოვთ. ბოლოს ხომ იცით რომ მაინც მოგიწევთ ამის დაწერა. არაბიცინას დაიწყნარდით. მაგრამ ასევე რაღაცა სეგმენტი გვინდა პროპაგანდის თბილისის middle class-ისთვის. და უნდა ვისწავლოთ უნდა ასევე ინტერნეტ სეგმენტის გამოყენება, ინტერნეტ. ზუსტად ეგრეა და როგორ ვიპოვოთ მეგობრები აქციაზე ინტერნეტის გარეშე iPhone-ით? ღირსები არიან. ომი გინდა, აბა ომი გინდა, კი ომი მინდა, ყლეო, ომი მირჩევნია. ჩემს იმედზე ცუდი არავინ არ არის. იმედმა ჩახურიტა იმედი არის, აი, ხო, აი, არ არსებობს. ვაღაც უკაკუნებენ არავინ, შენ რო პოსტი ვიყავ თქვენ. შენ რო კიდე იმას რომ წერდით, რომ შეწუხებული ვაკელები მოვლენ. ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება, რევოლუციური ახალგაზრდობის და მეორე თბილისის middle class, იმიტომ საბოლოოჯამში რევოლუციაზე კი მეახტერ. პარლამენტის წინ არ არის აუცილებელი მოხდეს რევოლუცია, მაინც უფრო რადიკალური გზებიც არსებობს. მაგასაც დამზადება ჭირდება რა და დარწმუნებული ვარ ყველა ხვდებით რაც არის ორად დღეს უნდა მოხდეს რევოლუცია. განამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს self-made ბიზნესები თბილისში. ეს გაფიცული კომპანიების არასრული ჩამონათვალია. არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას. მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს, ქართველი ხალხი ამას არ აღიარებს, საქართველოს პრეზიდენტი ამას არ აღიარებს. ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება რა. არჩევნები არასდროს არ იქნება ლეგიტიმური. და ამ პარლამენტს არ აქვს არც საერთო სახალხო და არც საერთო შევისო ლეგიტიმაცია. სული მოქალაქო დამორჩილებას. ეს იქნება სულ მასშტაბიანი დაუმორჩილებლობა. დაუმორჩილებლობა ყოველდღიური. უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა. ყველამ უნდა გამოაცხადოს დაუმორჩილებლობა აბსოლუტურად. მესამე, არავითარი დიალოგი, არავითარი კოოპერაცია, არავითარი თანამშრომლობა, არავითარი საერთოდ უნდა გაწყდეს ურთიერთობა. არც ერთი ფორმით არ ვითანამშრომლებთ ივანიშვილისა და ოცნების ავტორიტარულ რეჟიმთან. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა დღეს ხელი მოაწერეს მემორანდუმს. ოპოზიციური პარტიები ვითხოვთ ახალ არჩევნებს, არანაირი სხვა დიალოგი, არაფერი სხვა დიალოგის შესახებ. დროებითი მთავრობის შექმნა სასწრაფოდ. დროებითი მთავრობის იდეას ოპოზიციურ ფლანგზე იზიარებენ. ტექნიკური მთავრობა თუ პროფესიონალების მთავრობა უფრო გასაგები რო იყოს, რომელიც უნდა შეიქმნას. არა, ეს არის ავანტყოფიერია რა, ეს არის ამათ თანამარ დააჯვალ თავზე და სანამ დედას არ მოუთხნავ, ვერ იგებენ ვერაფერს. ეგრე იყო ხალხი ცხოვრობდა. მაგათი დედა მოთხან მე ქართველების